რამიზანი აქვს ძლიერ საქართველოს ლელოს პარტია, რომელიც 9 ოპოზიციური პარტიის ალიანსში არ შევიდა, ახლა ამ პარტიებს ქართულ ოცნებასთან დიალოგისკენ მოუწოდებს. ლელო ამტკიცებს, რომ დიალოგი უალტერნატივოა რეგიონში განვითარებული პროცესების ფონზე, ასევე შიდა პოლიტიკური კრიზისის გაღრმავების ფონზე, რომელიც მისივე შეფასებით ქართული ოცნების დასავლეთისგან იზოლირების შედეგია. პარტიაში ამბობენ, რომ ოცნებამ 2024 წლის არჩევნების შედეგები გააყალბა და ამასთან მოუწოდებს საუბრისკენ ოცნებასთან ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც ამ არჩევნებში მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვეს. ქართულ ოცნებასთან დიალოგის შესახებ ოპონენტების პოზიცია მკაფიოა, ცნობილია მათი მყარი პირობაც, რაც პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, სამართლიან არჩევნებს და ევროპულ კურსზე დაბრუნებას გულისხმობს. მაგრამ ლელოს მიერ შემოთავაზებული დიალოგის შესახებ მკაფიოდ უარყოფითია ქართული ოცნების პოზიციაც. შეთავაზება ლელოს ოცნებამ უკვე ჩაუშალა დღევანდელი კომენტარებით, სადაც ოპოზიციას სამართალ დამღრევებად აცხადებენ. რა პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა ლელოს ინიციატივას, ნინი ბალანჩივაძე გააგრძელებს თემას პირდაპირ ეთერში. დიახ, სოფო, ვიდრე პოლიტიკურ შეფასებებს გაგაცნობდეთ ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც სხვა პროდასალური ოპოზიციური პარტიების მხრიდან, ასევე ქართული ოცნების გუნდის მხრიდან, მანამდე კიდევ ერთხელ გეტყვით იმ განცხადების შინაარს, რაც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ ოპოზიციურ პარტიაში. ლელო ძლიერი საქართველოს პოზიცია არის ის, რომ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები ქართულ ოცნებასთან და ოპოზიციურ პარტიებს შორის, იმ პარტიებს შორის, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა და მიიღეს ასევე საზოგადოების მხარდაჭერა და როგორ უნდა დაიწყოს ეს მოლაპარაკებები, რა იქნება პირველი ნაბიჯი მათ შორის ინიციატორის მხრიდან, სწორედ იმ პარტიის მხრიდან, რომელმაც დააფიქსირა პოზიცია და შეთავაზება გააკეთა როგორც ოპოზიციური პარტიების მისამართით, ასევე ქართული ოცნების მისამართით. დღეს ლელო ძლიერ საქართველოში პასუხობენ, რომ ეს გამოჩნდება მას შემდგომ, რაც ისინი მოისმენენ მკაფიო პოზიციებს, მკაფიო განაცხადს, როგორც სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, ასევე პროდასალური პარტიების მხრიდან და შემდგომ უკვე მათი მხრიდან გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები, რაც შეეხება თუ რას ემსახურებოდა ეს შეთავაზება. ისინი ამბობენ, რომ ახლა არის პოლიტიკური კრიზისი შექმნილი ქვეყანაში, მათ შორის რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი არის ერთიანობა, გაერთიანება, კონსოლიდაცია და რიგ საკითხებთან დაკავშირებით სწორედ მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება და მათ შორის ისინი აქცენტს აკეთებენ იმაზე, რომ მნიშვნელოვანი არის ქართულ ოცნებასთან მოლაპარაკება სწორედ ახალი არჩევნების ჩანიშვნის საკითხზე. არ მგონია, რომ ქართულ ოცნებას იმდენად ულხინდეს ეხლა, რომ მსგავსი ტიპის შექმნილ მდგომარეობაში იგი იყოს დამშვიდებული და ძალიან ახლო წარსულში ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს ხდომაზე ბიძინა ივანიშვილის მარტო გამოჩენა კმარა იმათ, რომ მათი მდგომარეობა არ არის მარტივი, რაც შეეხება რამდენად არის ამის რესურსი ოპოზიციის მხრიდან, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, ეს განცხადება სწორედ ამას ემსახურება. ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი მზაობა, ჯერ ეს ერთი საჭიროება და ეფექტურობა მოლაპარაკებისა და მეორეს მხრივ შეთავაზება გავაკეთეთ, რომელსაც ჭირდება ადეკვატური დამოკიდებულება მათის მხრიდან. ვიღაცას მოეწონება, ვიღაცას არ მოეწონება. იქიდან გამომდინარე რა ფონი შეიქმნება, ბუნებრივია მე უკვე კონკრეტულ საკითხებზე, დეტალებზე და ასე შემდეგ, თუ რა უნდა გახდეს მოსალაპარაკებელი თემატიკა, ეს ძირითადად ალბათ მაინც ახალ არჩევნებს ეხება, როგორც განმუხტვის საშუალებას, ბუნებრივია გვექნება საუბარი მას მერე. რა რესურსი არსებობს მოლაპარაკებისა ქართულ ოცნებასთან, რომლის არაერთი მცდელობა ვნახეთ ჩვენ წარსულში, თუმცა ეს მოლაპარაკების მაგი და ბიძინა ივანიშვილის გუნდმა აყირავა. ეს კითხვები ჩვენ დღეს როგორც ლელო ძლიერი საქართველოს, ასევე სხვა პროდასალური ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს დაუსვით იმ ოპოზიციის ალიანსის წევრებს, რომლებმაც მიიღეს გაერთიანების გადაწყვეტილება, გულისხმობ 9 პროდასალურ ოპოზიციურ პარტიას და ისინი თანხმდებიან, რომ არანაირი რესურსი მოლაპარაკებისა, მათ შორის ეუთოს მოსკოვის მექანიზმის დასკვნის შემდგომ ქართულ ოცნებასთან არ არსებობს, ვინაიდან ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ქართულ ოცნებას არ აქვს არანაირი ლეგიტიმაცია და შესაბამისად თუ რაიმეზე შეიძლება საუბარი, ეს არის მხოლოდ უპირობოდ პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ყველა რეპრესიული კანონის უკან წაღება, რაც ბოლო დროის განმავლობაში დაამტკიცა ქართულმა ოცნებამ და ახალი არჩევნების ჩანიშვნა, ოღონდ ამასთან დაკავშირებით ისინი ამბობენ, რომ მოსალაპარაკებელი არაფერი არ არის, ვინაიდან უპირობოდ უნდა დაინიშნოს დამოუკიდებელი ცესკოს პირობებში არჩევნები, სადაც მოქალაქეები მიიღებენ დემოკრატიული არჩევნის გადაწყვეტილებას. ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში არა მხოლოდ ქართული ოცნების თავს დაკიდებული მახვილია, დამოკლეს მახვილი, არამედ სამართლებრივი და პოლიტიკური განაჩენია. ამ ფონზე ლელოს განცხადება ადვოკატობას გავს
დამნაშავე პოლიტიკური ძალის და არა გულუბრ ხილომცდელობას დიალოგის. დიალოგი არ ჭირდება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ამას ჭირდება ქართული ოცნების მხრიდან ციხის კარის გაღება და ამას არ აკეთებს ქართული ოცნება. შესაბამისად ისინი ვერ გაიქცევიან პოლიტიკურ პასუხისგებლობას, რაც შეეხება თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ხადე ამას ხალხის მოთხოვნით ლეგიტიმური წარმომადგენლები ჩაატარებენ და არა რეჟიმის წარმომადგენლები CSKO-ში. ეს არის მაშველი რგოლის გადაგდება ახლა ფაქტობრივად ქართული ოცნებისთვის მოსკოვის მექანიზმის ამოქმედების პირობებში ქართული ოცნებას არანაირი შანსი არ აქვს უბრალოდ რომ ხელისუფლებაში დარჩეს და შესაბამისად აქედან გამომდინარე ახლა გარკვეულწილად გადაწყვეტა ლელომ თავის შეეხსენებინა მომხმარებლისთვის ყოველგვარი პირობების გარეშე პოლიტპატიმრების გათავისუფლება და შემდგომ ესე იგი უკვე საუბარი იმაზე რომ ეს კანონები ყველაფერი რეპრესიული კანონები რაც მიიღო ქართულმა ოცნებამ მათ გაუქმება და ამის შემდგომ უკვე ალბათ საუბარი შესაძლებელია რეალურად ნორმალური არჩევნების ჩატარებას. ლელო ძლიერი საქართველოს შეთავაზებასთან დაკავშირებით ჩვენ გუშინვე მოვისმინეთ პრინციპში რა იყო ქართული ოცნების რეაქცია, ოცნების რიგითები აკეთებდნენ განცხადებებს, რომ ისინი უნდა დაელოდონ ახალ არჩევნებს და ამის შემდგომ იქნება მოლაპარაკება, შემდგომ უნდა შევიდნენ პარლამენტში და იქ უნდა ესაუბრონ უბრალოდ საზოგადოებას და დღეს უკვე ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა განცხადება, ის ამბობს, რომ სასაუბრო არაფერი არის ამ ოპოზიციურ პარტიასთან და მათ უნდა ესაუბრონ საკონსტიტუციო სასამართლოს. მათ პრობლემა არ აქვს საქართველოს ხელისუფლებასთან, მათ პრობლემა აქვს საქართველოს კონსტიტუციასთან. ამიტომ თუ კი რამესთან დაკავშირებით მათ უნდა ილაპარაკონ კონსტიტუციის და სისხლის სამართლის კოდექსის საკითხებზე, რომელიც მათ ასე უხვად აქვს დარღვეული. ამიტომ კიდევ ერთხელ ლელოსაც რაც შეეხება, მათ ჩვენთან ან ჩვენ მათთან არაფერი სალაპარაკო არ გვაქვს, ელაპარაკონ საკონსტიტუციო სასამართლოს და ელაპარაკონ მათმა ზოგიერთმა წევრმა ელაპარაკონ სისხლის სამართლის სასამართლოს, სადაც მათთან დაკავშირებით საქმეები არის. ყოველ ჯერზე არის თავდასხმა დემოკრატიაზე და შემდეგ უცხოელების ჩართვით და ჩარევით, რომ იქნებ რაღაცა დათმოთ, იქნებ პატარა შეღავათი გაუწიოთ, იქნებ მანდატი კი დახიეს, მაგრამ მე რაღაც სხვანაირად ჩართოთ და ასე შემდეგ. ეს არის ვაჭრობა დემოკრატიით. არც ადამიანებით ვაჭრობა და არც დემოკრატიით ვაჭრობა არ არის ევროპული ან რაიმე ცივილიზებული ქცევა. თქვენ უკვე მოვისმინეთ, რაც არის ოცნების პოზიცია მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, მათ შორის მოვისმინეთ, რა არის ოპოზიციის ალიანსის პოზიცია, 9 პროდასავლური ოპოზიციური პარტიისა, ისინი ამბობენ, რომ მათ აქვთ უპირობო მოთხოვნები ქართული ოცნების ხელისუფლების მისამართით, რომ გაიწვიონ უკან რეპრესიული კანონები, გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები და ჩაინიშნოს ახალი არჩევნები, რაც შეეხება ლელო ძლიერი საქართველოს პოზიციას, ჩვენ მოვისმინეთ გუშინ მათი განაცხადი, მათ სურთ მოლაპარაკებების დაწყება ქართულ ოცნებასთან, თუმცა როგორ აპირებენ ამას, რა რესურსი არსებობს იმ კომენტარებიდან გამომდინარე, რაც უკვე საზოგადოებამ მოისმინა, ეს ბუნდოვანი არის და ალბათ სავარაუდოდ მომდევნო დღეებში მოვისმენთ მათი მხრიდან რა იქნება მათი სტრატეგია და როგორ აპირებენ ისინი ქართულ ოცნებასთან მოლაპარაკებების მაგიდაზე დაჯდომას.